და რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი მეუღლის დაკითხვა დასრულდა. საგამოძიებო უწყება იმ თანხის კანონიერებითაა დაინტერესებული, რომელიც დავით ბაქრაძემ ცოტა ხნის წინ HSBC ბანკის ინგლისური ფილიალიდან სხვა საბანკო ანგარიშზე გადაიტანა. საუბარია 795,000-მდე ლარზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ მოხვდა. მიზეზი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაკითხვაზე შესვლამდე თავად განმარტა და იქვე დაინტერესდა, როგორ გახდა პირადი პოსტით მიღებული ინფორმაცია საჯარო. თამარ გოგესაშვილი ჩაგვერთვება ახლა მთავარი პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში. თამარ, რას აცხადებს ბაქრაძე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ? დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ მთავარი პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს და 6 საათიანი დაკითხვის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. დავით ბაქრაძე დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მისი თქმით აღებული აქვს ვალდებულება, რომ არ გაასაჯაროოს დაკითხვის კონკრეტული დეტალები. რაც შეეხება თანხას, რაზეც გამოძიებას ჰქონდა კითხვები მასთან, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა ამ თანხის განკარგვის უფლება და შესაბამისად ის ვერ შეიტანდა ინფორმაციას თანხის არსებობის შესახებ. ქონებრივ დეკლარაციაში დავით ბაქრაძე დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგაც მოითხოვს, რომ საგამოძიებო უწყება დაინტერესდეს, როგორ მოხდა იმ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც უშუალოდ მის სახელზე იყო რეგისტრირებული და მის სახელზე მოსული წერილი როგორ აღმოჩნდა ინტერნეტ სივრცეში. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ჩემი შეგნებული არჩევანი, რომ მიუხედავად პარლამენტის წევრის იმუნიტეტისა მე დღეს მოსულიყავი სწორედ იმიტომ, რომ ღიად მესაუბრა ყველაფერზე. ეს არ იყო განკარგვაში მყოფი თანხა, ეს საერთოდ არ არის ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების თანხა. ეს არის თანხა, რომელსაც ჩემი ოჯახის წევრები, ანუ ჩემი შვილები მიიღებენ 10 წლის შემდეგ, როდესაც გახდებიან სრულწლოვნები. სისულელე იქნება ვივარაუდოთ, რომ ბანკიდან მოხდა ამის გაჟონა. ბუნებრივია, იყო წერილი, მოხდა წერილის გახსნა და უკანონოდ ნახვა პოსტაში და შემდეგ მოხდა მოგონილი მისამართით ამ უკანონოდ ნანახი წერილის ატვირთვა ვებგვერდზე. წარმოუდგინეთ გამოძიებას ის დოკუმენტაცია თუ როგორ მოხდა აღნიშნული თანხა მისი სიმამრის კუთვნილება. შემდგომ აღნიშნული თანხა როგორ გადასცა თავის ქალიშვილს ქალბატონ მაკას და მის მეუღლეს ბატონ დავითს, რომ ეს თანხა გარკვეული პერიოდი სანდო ბანკში მომხდარიყო ამ თანხის შენახვა, რომელიც თავისთავად ეკუთვნის დღესაც ბატონ ლერი მეტრეველს. შესაბამისად ბატონ დავითის და ქალბატონ მაკას როლი შემოიფარგლა იმით, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ ეს თანხა განათავსეს თავის ანგარიშზე, რომლის განკარგვის უფლებაც მათ არ ჰქონდათ. დავით ბაქრაძის პროკურატურაში დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ მისი თანაგუნდელები. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ არ არსებობს ამ საქმის სამართლებრივი საფუძვლები. ასევე დავით ბაქრაძის თანაგუნდელები ამბობენ იმასაც, რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ბაქრაძის პირადი ინფორმაცია, როგორ მოხდა საჯარო სივრცეში. არა ვარ გაკვირვებული, რომ ჩვენი პროკურატურა ყველანაირ ტექნიკურ საბაბს გამოიყენებს იმისთვის, რომ მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ლიდერი დავით ბაქრაძე შეავიწროს და შეაწუხოს და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლებრივ სივრცეში არაფერი არ გამოუვათ ამ თვალსაზრისით. ცალსახა არის, რომ პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას, არის პრაქტიკულად პოლიტიკური იარაღი შურისძიებისა ოპოზიციის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ბაქრაძის მიმართ განხორციელებული ქმედებებიც იგივეა. თან ძალიან საეჭვოდ მოპარული ხდება მისი პირადი მიმოწერა და აი ამის საფუძველზე მე მიდის სისხლის სამართლებრივი საქმის თქო წარმოება. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, დავით ბაქრაძე და ყველა სხვა ბიუროს წევრი პარლამენტის ბიუროს ხომაზეა დაბარებული ჩემი მხრიდან სამშაბათს, როდესაც გაიხსნება საშემოდგომო სესიას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ რადგან თანხა ირიცხებოდა დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის ანგარიშზე, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში. იურისტები ამბობენ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ, განგებ მოხდა თუ არა ამ ინფორმაციის დამალვა. საქმის ვითარება და გარემოებები ზუსტად ისეც რომ იყოს, როგორც ბატონი დავითი ახსნის, რომ ეს თანხა არის მიღებული 2002 წელს მისი სიმამრის მიერ უძრავი ქონების შვეიცარიის საელჩოზე რეალიზაციის შედეგად. ამ შემთხვევაშიც კი კანონი ვერ გაათავისუფლებდა და არ ათავისუფლებს მას იმვალდებულებისაგან, რომ ქონებრივ დეკლარაციაში ეს თანხა მიეთითებინა. დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემების განზრახ შეტანა.
არის დანაშაული. ამას ჰქონდა თუ არა პირდაპირი განზრახვის ფორმა, ამას უკვე დაადგენს შესაბამისი სამართალმცავი ორგანო. მთავარმა პროკურატურამ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე 20 აგვისტოს ქონებრივ დეკლარაციაში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის მუხლით დაიწყო და ამ საქმეზე უკვე დაიკითხა დავით ბაქრაძის სიმამრი. მადლობ თამარ გოგოსაშვილი საუბრობდა მთავარი პროკურატურიდან.